ჩვენი ტვინი არის კატასტროფიზაციისკენ მიმართული, აი მავთულს ხედავ შორიდან და შეიძლება იყოს გველი, მირჩენია რომ მეგონოს გველი, ვიდრე მავთული მეგონოს და მერე შემეშალოს, ხო? სტატისტიკაც იყო ეგრე, რომ სიკვდილის შიშის მერე მართლა მეორე შიში იყო კამერის შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ სიკვდილის შიშამდე ჩადიხარ და საიდან მოდის, ხო? პირველი რომ როცა მე ვიქნები განსხვავებული, შემამჩნევენ სულ ერთია კარგი მიზეზით თუ ცუდი მიზეზით, მივიქცევ ყურადღებას. და თუ მივიქცევ ყურადღებას, მათ შორის ჩემი მტრის ყურადღებას და შეიძლება მომკლას, ანუ რაღაცა ვეფხვი გამომეკიდოს, იმიტომ რომ თეთრ ბატკნებში შავი ვარ, ან პირიქით, ხო? ეს მარტოობის შიში რატო არის ასეთი გავრცელებული, ყველას რატომ გვაქვს, მათ შორის მეც, სადღაც შენც და ასე შემდეგ. პირველ ყოფილ ადამიანს რა გზა ქონდა? მხოლოდ საკვების მოპოვება, გადარჩენა, გაქცევა. ზუსტად. გამრავლება. და მარტო თუ დარჩებოდა, რა დაემართებოდა? მოკვდებოდა. აჰა, ამიტომ ეს ჩვენში გენეტიკურად დებს. რომ მე მარტო თუ დავრჩები, ვერ გადავრჩები. ეხლა ვართ 21 საუკუნეში, მაგრამ მაინც გვავიწყდება, რომ ჩვენ მარტოობაში გადავრჩებით. გვაქვს მაგის ფუფუნება. მაგის ფუფუნებაც, რესურსიც და საერთოდაც. სოციალურ ქსელში როცა ხდება ეს სულ სხვა ფენომენი არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა რადიკალური საშინელება თქვა, იპოვით თანამოაზრებს მაშინვე. აი ზუსტად მან მოვდივარ მეც.